უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. მიკა წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად რადიო იმედზე. საღამშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია გადაცემა ავანსცენა. სალომე კასრაძესთან და ნიკოლოზ წულუკიძესთან ერთად ჩვენ დღეს ისე ოდნავ განსხვავებულ თემაზე ვისაუბრებთ. მაგრამ ახლოს თეატრთან მით უფრო რომ სწორედ აი ეს მე-6 საერთაშორისო რუსულ-ქართული პოეტური ფესტივალის ეგიდით მაიაკოვსკის იუბილესთან დაკავშირებით ითმება სპექტაკლი გრიბოედოვის თეატრში ავთო ვარსიმაშვილი დგას და ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში ამ სპექტაკლზეც აუცილებლად ვისაუბრებთ. მანამდე კი მე-6 საერთაშორისო რუსულ-ქართული პოეტური ფესტივალი დაიწყო სახელწოდებით სრული ხმით. ალბათ თუ ადევნებთ ყურადღებას ტელეკომპანია იმედს და სხვადასხვა მედია საშუალებებს უკვე გადმოიცა სხვადასხვა ინფორმაცია ამ ფესტივალის შესახებ და ჩვენ შევეცდებით რომ ამოწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ პროგრამაზე, ასევე რაზე იქნება წელს გამახვილებული ყურადღება. სწორედ ამიტომ ჩვენ მოვიწვიეთ ჩვენი სტუმრები, ქალბატონი მაყვალ გონაშვილი და ქალბატონი ლია სტურუა. საღამშვიდობისა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან გვიხარია რომ ესეთი წარმომადგენლობითი სტუმრები ყავს დღეს გადაცემაში და დავიწყოთ ქალბატონ ლია, აი როგორ ფიქრობთ, რამხელა ისტორია აქვს ქართულ-რუსული პოეზიის, არა მარტო პოეზიის, ზოგადად კულტურის ურთიერთობას, აი ამ მნიშვნელობას, განსაკუთრებით პოეზიის და რა მნიშვნელობა აქვს სწორედ აი ამ ფესტივალის არსებობას? ურთიერთობა უძველესია, ძალიან დიდი და შესანიშნავი. თქვენ არ გეხსოვებათ, მაგრამ მე მახსოვს, როცა იმართებოდა პოეზიის საღამოები რუსულ-ქართული. ჩამოდიოდნენ ბელა ახმადულინა, ანდრეი ვაზნესენსკი, ევგენი ევტუშენკო, იუნა მორიცი, ძალიან საინტერესო რუსი პოეტები და იმართებოდა ერთობლივი საღამოები და აი ფილარმონიის დარბაზი იყო გატენილი. ეს იცით რა შეასაქმე ხა მე წინააღმდეგი ვარ რომ პოეზია სტადიონებზე იკითხებოდეს, რაც გინდა ბევრი ხალხი დაესწროს, მაგრამ ეს იყო მაინც ინტერესი, მაინც სურვილი, შეიძლება ბოლომდე კი ვერ შეიყვაროს ადამიანმა პოეზია, მაგრამ ადამიანი რომელიც მიდის პოეზიის საღამოზე და იცის რომ იქ ფოკუს არ უჩვენებენ, კლოუნი არ იქნება და ყირამალა არ იტრიალებს და მარტო ლექსისთვის მოდის, ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს და გამოვედი მე გუშინდელ საღამოზე და აი ამ პოეტებს, ჩემს კოლეგებს უწოდეს შეთქმულები, ჩვენ ვართ მეთქი შეთქმულები, მოწყენილობის, სიცარიელის, ადაპტირებული ტექსტების, წინააღმდეგ რაღაც პრიმიტიული კომიქსების, კი ისიც კარგია თავის ადგილზე, ელექტრონული წიგნიც მშვენიერია, მაგრამ ცოცხალი წიგნი სულ სხვა რაღაცაა, იცით? ადამიანი ვით არის, ხო, რაღაც თავისი სუნი აქვს, თავისი რაღაც მოშრიალე პლასტიკა, რაღაცას ჩადებს სანიშნს იმ ლექსზე, რომელიც გიყვარს. და რატომაც მგონია რომ უფრო განმარტოებული ხარ შენ და წიგნი ხართ მარტო რაღაც ელექტრონული ვერსია, ასე მგონია ბევრი თვალი გიყურებს და რაღაც ის კომფორტი და ის ინტიმი იკარგება. ის კომფორტი ნამდვილად იკარგება, რომელიც ლექსთან პირისპირ, ისევე როგორც ღმერთთან ჩები პირისპირ, ასევე ლექსთან ლიტერატურასთან და ეს საღამოები ალბათ რაღაც უფრო გაფართოებული სალონური საღამოებია, ხო, ასე რომ ვთქვა. იცით რა, სალონურს ვერ დაარქმევ, მაინც და მაინც, იმიტომ რომ აი მაყვალა დამეთანხმება, იმიტომ რომ დიდი დარბაზი იყო საკმაოდ და პოეზიის მოყვარული და უსათუოდ მინდა აღნიშნო ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა მაიაკოვსკის დაბადების დღეა ხომ იყო და ნინო ქოქოშაძე არის ასეთი საინტერესო და ნიჭიერი პოეტი ქალი რომელმაც თარგმნა მაიაკოვსკის შარვლიანი ღრუბელი და გაუგნებელი დავჭი რომ ამ შებედა ამას და უნდა ითქვას რომ აი მაიაკოვსკის როგორ გითხრათ სული თუ ხიბლი თუ აი დუენდე რასაც ლორკა ეძახის ის დაიჭირა და ძალიან კარგად ახლა მაიაკოვსკის რითმის გაკეთება ცოტა ძნელია ეს ვერავინ ვერ გააკეთა ემოცია თუ იგრძნობა ეს უკვე ნიშნავს ემოციაც და აი დაიჭირა ის სული ის ლექსიკა ძალიან საინტერესოა ხა რითმას ვერ გააკეთებ იმიტომ რომ მაიაკოვსკი იყო როგორ იცით აი იგივე რუსულ პოეზიაში ბევრი ვერ ეგუება, იმიტომ რომ შეჩვეულია უფრო ისეთ ნამდვილ ლექს, უფრო ლამას ლექს, ესთეტურს. ეს არის აი სისხლი წვეთოვანით რო გადაგისხან კი არა. აი პირდაპირ შეუშვან და ან მოკვდები ამ პოეზიაში გიყვარდება.
აი დაახლოებით ასეთივე და კარგად გააკეთა ხა მაიკოვსკის რო აქვს თუ შეიძლება ორ რამდენიმე სტრიქონს მოვიყვან ამას ночь по комнате цинится из цинени вытянутся отяжелевшему глазу двери вдруг заляскали будто угас цинится не попадает зуб на зуб ამას ვერ გააკეთებ მაგრამ მე მიმაჩნია რომ საინტერესო თარგმანია რაღაც რუსებსაც სმენით ალბათ მოეწონათ და იცით ძალიან მნიშვნელოვანია ეს საღამოები იმიტომ რომ ამდენი პოეზია სამწუხაროდ როგორც ოდესღაც მეუბნებოდა გამომცემლობის ერთი თანამშრომელი არარენტაბელურია ესე კი სარგებლობა არ მოაქვს ეკონომიურ მაგრამ ამის მიუხედავად ძალიან სიმშვიდე სულის სიმშვიდე და სულის რომლის დეფიციტზე დღეს ასე დგას ქალბატონმა ყოლა აი ეხლა წლევანდელი ფესტივალი ეძღვნება ნოდარ დუმბაძის 85 წლის დასს და მაიაკოვსკის 120 წლის დასს ხო მესობლის ბავშვმა თქვა რაღა ბავშვმა უკვე მეშდე მე რომ უი ნოდარ დუმბაძე ლექსებსაც წერდაო მით უმეტეს როგორი საბავშვო ლექსები მე დღემდე მახსოვს ის წიგნი რომელიც ქონდა თითოეულ ბავშვს ხო აი რამდენი მნიშვნელოვანია სწორედ უფროსთაობის გახსენება უფროსთაობის ნოდარ დუმბაძეს არც ემუქრება არასოდეს დავიწყება მის სახელს მაგრამ მაინც დავიწყოთ იმით რომ სწორედ ნოდარ დუმბაძის იუბილით გაიხსნა ეს უმშვენიერესი მე-6 ფესტივალი მე თითქმის ყველა ფესტივალის მონაწილე ვარ და უცნაური განცდა დამჩა რომ როცა იწყება უკვე ზაფხული მენატრება ეს ადამიანები რომლებიც ამ წლების მანძილზე გაავიცანი და მოლოდინის განცდა მაქვს რომ აი როდის ჩამოვლენ ისინი როდის დაიწყება რაღაც ახალი ურთიერთობები ახალი ხიდები და კარგია რომ ნოდარ დუმბაძით დაიწყო კარგი რატომ არის იცით მე ვფიქრობ რომ ჩვენს საუკუნეში ისე არაფერი ჭირდება ჩვენ სულს როგორც სიკეთე რაღაც ყველაფერი გვაქვს თითქოს ყველაფერი უხვად არის და საოცარი მონატრება არის აი სწორედ ახლა როგორც ბატონი ჯავახაძე ეთყო და ატომისა და ნეილონის საუკუნეში გზები გაიხსნა უშორესი და ურთულესი და მიკროსკოპით საძებარი გახდა ნუგეში ატომისა და ნეილონის საუკუნეში და აი ამ უცნაურ საუკუნეში სიკეთე და ნუგეში გინდა ყველაზე მეტად ადამიანს და ნოდარ დუმბაძე იყო სიკეთის მასწავლებელი მე გუშინ მის საფლავთან სწორედ პირველი სიტყვები ეს თქვი რომ ყველაზე მეტად ვითაც გვაერთიანებს ნოდარ დუმბაძე ამ ადამიანებს დაეჭვებულ საუკუნეს ეს არის სიკეთე ადამიანის სიყვარული და ვისაც სურს რომ მართლაც ადამიანები ქართველები თუ სხვა ადამიანები როგორ ექცევიან ერთმანეთს და როგორი სიყვარული შეუძლია საქართველოს უპირველესად ნოდარ დუმბაძე უნდა წაიკითხოს ამას ემატება ის რომ ეს არის მაიაკოვსკის საიუბილეო წელიც და რამდენად მნიშვნელოვანია თითქოს ერთად გაერთიანდა რაღაც მხუხარე ხმა და გაერთიანდა სიკეთის ხმა ერთად და ეს ორი უნიჭიერესი უდიდესი სახელი ერთად შემოვიდა ამ ფესტივალზე და მაიაკოვსკის ქონდა სხვათა შორის ასეთი სიტყვები რომ წავიდეთო იქო სადაც ყველაზე მეტად უყვართო პოეტებიო საქართველოს გულისხმობდა და ყოველთვის საქართველოს იყო რუსი პოეტების კი არა მე მგონი მთელი სამყაროსთვის რაღაცა თუ საქართველოში არ ჩამოხვიდოდი და არ დაწერდი აქ ლექსს და არ თარგმნიდი ქართულ პოეტს იგი პოეტური ნათლობა მიღებული არ ქონდა ეს იყო უდიდესი ტრადიცია და ჩემზე უკეთ ქალბატონ ლიას მოეხსენება ის ბრწყინვალე ურთიერთობები რაც იყო წლების მანძილზე მე რაღაცა გადმოვიდა ტრადიციად მიუხედავად იმ მძიმე პოლიტიკური ურთიერთობების რაც ხდებოდა ბოლო წლებში და რამაც ძალიან რაღაცა დაგვაშორა და გაგვბზარა ჩვენს მწერლებს ამის მიუხედავად მაინც არსებობდა ეს ყველაფერი და აი მე გუშინ გავიხსენე ესეთი რამ როცა აგვისტოს ომი მოხდა მე უამრავი მეგობარი მყავს რუსი უახლოესი მეგობრები ნატაშა სოკოლოვსკაია ჩემი ოჯახის წევრივით მიყვარს პეტერბურგელი ქალბატონი რომელიც ოთარ ჭილაძისა და ტიცია ტაბიძის თარგმნელია და არაერთი მეგობარი და შიშება შემიპყრო რას მეტყვიან და რას ვეტყვი მე მათ ხომ არ დაიწვა ყველა გზა ჩვენ შორის და აი ამ განცდა მაშინ დამაწერინა ლექსი და სწორედ ჩემს ერთ მეგობარ ქალბატონს ელენა ივანოვა ვერხოვსკაიას გაუგზავნე რომელიც ფესტივალის მონაწილე ასე დავმეგობრდით და იქ იყო ასეთი სტრიქონები რომ ზოგჯერ მეთქი ომი ყველა გზას სწავს მაგრამ თუ ლექსმა მაინც მოახერხა შენამდე მოვიდა და ამ ლექსს შენი ერთი ცრემლი დაეწვეთა ეს იმას ნიშნავს რომ ყველა გზა დამწვარი არ არის და ყველა გზა რომ დამწვარი არ იყო იმის ნიმუში იყო რომ სწორედ ომის შემდეგ ეს მწერლები ჩამოვიდნენ საქართველოში მივიდნენ ფოთში დაღუპულთა მემორიალთან დალდეს ყვავილები და ისინი ჩვენზე მეტად იროდნენ აი ეს პოეტები ანუ პოეზია არის
ყველაზე კარგი პოლიტიკური ენა, ყველაზე კარგი სიყვარულის ენა, ყველაზე მნიშვნელოვანი ენა, რამასაც შეუძლია გადაარჩინოს ზურგშექცევით მდგარი პოლიტიკოსები და ქვეყნები. ეხლა მოდით ჩვენს მსმენელს უთხრათ, რომ არა მხოლოდ რუს პოეტებზე და რუს სტუმრებზე არის აქ საუბარი, ჩამოვიდა ესე იგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 70-ზე მეტი პოეტი, მთარგმნელი ჩამოვიდა რუსეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან. და რამხელა ფინეთი და რომელიც რამხელა მნიშვნელობა აქვს, რომ ეს იგივე ურთიერთობების გაცვლა, გაცნობა, ამას ძალიან დიდი პერსპექტივების დასახვა შეუძლია. რა კი უშუალოდ თეატრს ეხება ჩვენი გადაცემა, მე არ შემიძლია არ ვახსენო, სწორედ აი ამ ფესტივალის ეგიდით მოზარდ მაყურებელთა თეატრის გასტროლები იმართება და აჩვენებენ ნოდარ დუმბაძის კუკარაჩას და მე აი ამაყი ვიყავ, იმიტომ რომ აღადგინეს შალვა გაწერელია სპექტაკლი. ეს იყო ისეთი სანიმუშო, აი მასტერკლასი, რომ თქვა როგორ უნდა იდგმებოდეს დღეს სპექტაკლი და მოზარდ მაყურებელთა თეატრი, თქვა სამოზარდო თეატრი რო არ არის მარტო საბავშვო და რამდენი რაღაცის სწავლება შეუძლია და ამიტომ დასავლეთ საქართველოში თითქმის ყველა ქალაქში ძვირფასო რადიო მსმენელებო შეგეძლებათ რომ მიბრძანდეთ და ეს არაჩვეულებრივი სპექტაკლი ნახოთ. და სწორედ 10 დღის განმავლობაში პოეტური მარათონი მოიცავს საქართველოს რამდენიმე ქალაქს. შეგიძლიათ გითხრათ, რა ქალაქებია და რა მოხდება ამ ქალაქებში? ანუ რო ვუთხრათ მსმენელს, რომ ეს არ ხდება მხოლოდ თბილისში. ამით არის ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი, რომ ეს არ ხდება მხოლოდ თბილისში და დღეს მაგალითად ნაწილი ფესტივალის მონაწილებისა წავიდა მესხეთში, ნაწილი წავიდა რუსთავში, შემდეგ იქნება მთიან აჭარაში პოეზიის საღამო, იქნება ფოთში პოეზიის საღამო, იქნება ნოდარ დუმბაძის იუბილე გურიაში და მთელი გურია საოცარი სიყვარულით ელოდება ხიდისთავში, ხიდის სოფელ ხიდისთავში, იქნება ქუთაისში და ბათუმში, ქობულეთში. ანუ მთელ საქართველოს მოიცავს და გორში არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და აი რაღაც ქართული სიტყვა გაჟღერდება ყველგან, პლუს სოფლიო როგორ უსმენს ქართულ ლექსს, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მწერლები როგორ ისმენენ, ეს ფსკარედული თარგმანი იქნება თუ მათ ენაზე თარგმნილი ლექსები. ქალდელე, ეს ხო არ იქნება მხოლოდ ლექსების თხრობა, ეს იქნება ურთიერთობა, გაიმართება როგორც ვიცი, მრგვალი მაგიდები, იქნება საუბარი. რას მოიცავს ეს ფესტივალი, აი ერთ რო შევაჯამოთ. იცით რა, ურთიერთობას, ახლა როგორი დაძაბული ურთიერთობაც არ უნდა იყოს პოლიტიკური, ხელოვნება სხვა რამეა კიდე. მეორე მსოფლიო ომის დროს რუსეთში ასრულებდნენ ბეთჰოვენს და ბახს. ჩვენთან ერთი პერიოდი აკრძალული იყო რუსულად ლაპარაკი. ეს სასაცილო არ შეიძლება ასეთი რაღაცის გაკეთება. ნუ ეს შეიძლება აკრძალული არ იყო, უბრალოდ ეს ყოველ შემთხვევაში უხერხული იყო და ერიდებოდნენ და მე მგონი ტელევიზიაში აკრძალეს რუსული სიმღერები, არ ვიცი რომელახზე, მაგას ეგ ზუსტად არ ვიცი და არ შეიძლება კულტურული ურთიერთობა ორ ერს შორის აუცილებლად უნდა იყოს, იმიტომ რომ პოეზია არის ვერტიკალური სტიქია და თავისი საფუძვლით, საძირკვლით, ფესვებით, რა თქმა უნდა, ნაციონალურია, ეროვნულია. მაგრამ მას აქვს კიდე წვერი, რომელიც სადღაც სასთან არის ურთიერთობაში მზესთან, ქართან, ღმერთთან და აი იქ უკვე იშლება ის ენობრივი ბარიერი და პოეზია არის სადაც შეიძლება ის მაიაკოვსკი, რომელიც ახლა ვახსენე, არანაკლებად გიყვარდეს ვიდრე შენი გალაქტიონ ტაბიძე, კი, ჩემთვის უფრო სისხლი და ხორცია გალაქტიონი და უფრო სულის და გულის ნაგლეჯია, მაგრამ ისი ძალიან ის ლორკაც შეიძლება გიყვარდეს, სვეტაევა, რილკე, ყველა პოეზიას არ აქვს საზღვარი, ეროვნული საზღვარი, ის არის ზეეროვნული, თუმცა ძირი და საფუძველი უსათუოდ ეროვნული უნდა კონდეს, სხვანაირად არ შეიძლება. იცით, აი რამდენიმე ხნის წინათ მომიწია არასრულწლოვანთა კოლონიაში მისვლა და იქ ბავშვებმა წამიკითხეს თავიანთი ლექსები. ხა მე დიდ შემფასებლად ვერ გამოვდგებოდი, მაგრამ ისინი თავისუფლებას სწორედ პოეზიაში პოვებენ და აი ამ ფანჯრებსო და აი ამ გისოზებსო ჩვენ ლექსითო ვწდებით. მით უმეტეს საქართველოში დღეს ყველას რაღაცა წერა უნდა, იცვლება თუ არა დამოკიდებულება ლექსისადმი. არ ვიცი, მე სულ ვფიქრობ ხოლმე, როდესაც ესეთი აჩქარებულია დრო, ესე შეიცვალა გარემოება, ხო? იცლიან ადამიანები, რომლებიც რო გადმოიღონ, გადახედონ და თავიანთ გონება კვებონ, სულიერი საზდომი ანიჭონ. აი ეს როგორ ხდება დღეს? მე მინდა გითხრათ, რომ
ძალიან დიდი სიყვარულია ისევ პოეზიისადმი ახალგაზრდებში, რადგან მეც მქონდა გასულ წელს შეხვედრა, ჯერ დავიწყოთ ისე კოლონიით ახალგაზრდებთან ბავშვთა კოლონიაში ვიყავი და ცოტა მეშინოდა, ფიქრობდი რომ ვაი თუ არ მოგვისმინონ, ვაი თუ მათთვის არ იყოს საინტერესო ჩვენი სტუმრობა და თანაც გადავწყვიტე რომ სწორედ ახალგაზრდა პოეტები მიმეყვანა მათთან, რომ დამეგობრებულიყვნენ ეს ახალგაზრდა პოეტები ამ ახალგაზრდებთან, რომელსაც ცხოვრებამ ეს მწარებ ხვედრი არ გუნა ბედისწერამ შეცდომამ, ეხლა ამის განშისუფლება ჩვენ არ გვაქვს და მე ვიყავი ბედნიერი, რადგან არსად არ ყოლია ისეთი მსმენელი და ისეთი სიყვარულით არავისად არ შეხვედრია, როგორც სწორედ კოლონიაში. რაც შეეხება ახალგაზრდების შემოქმედებას, მე მინდა გითხრათ, უკვე 5 წელზე მეტი არის ტარდება ახალგაზრდული კონკურსები პოეზიაში, პროზაში, გამოდის ანთოლოგიები და თვითონ კონკურსში იღებს 200-ზე მეტი ახალგაზრდა. და გასულ წელს ბათუმში შემდეგ უკვე აი ამ ახალგაზრდებმა ბანაკი გახსნეს პოეზიის. ეს იყო ისეთი უცნაური ბანაკი, დილა იწყებოდა პოეზიით, ადრე პატაკებს აბარებდნენ პოეტური სიტყვებით და შემდეგ ერთმანეთს ეჯიბრებოდა. დადგეს ქართველ კლასიკოსთან ნაწარმოებები, ულამაზესი იყო ღამღამობით, დეკორაციები იყო ბუნებრივი, ყველაფერი ხეები იყო, ავილები თვითონ უწევდა დეკორაციას და ეს იყო დაუვიწყარი დღები თუ როგორ ჟღერდა თითოეულ მათგანში ქართული სიტყვა და ქართული ხელოვნება. ძალიან დიდი ინტერესი და სიყვარულია ისევ რაც იყო ტრადიცია არ გაფქრალა. ძალიან კარგი, მოდით ახლა დრო დაუთმოთ საინფორმაციო გამოშვებას და ჩვენ აუცილებლად დაგიბრუნდებით რამდენიმე წუთში ჩვენ სტუმრებთან ერთად, ასე რომ დაგველოდეთ. ავანსცენა მიკა წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად რადიო იმედზე. დაგიბრუნდით ისევ ძვირფასო რადიო მსმენელებო, ვაგრძელებთ გადაცემას. ქალბატონი ლია სტურვა და ქალბატონი მაყვალა გონაშვილი არიან ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები. ერთ-ერთი წეგნ პოეზიის პოპულარიზაციაზე ვსაუბრობთ და იგივე რუსულ ქართულ პოეზიაზე და ჟანრია პოეზიის მკითხველებისა, რომელთაც გამოდიან მსახიობები და მხოლოდ ლექსებს კითხულობენ თეატრში და ამით ძალიან დიდ პოპულარიზაციას ახდენენ. ჩვენთან სამწუხაროდ არ ვიცი, აი უშანგი ჩხეიძე კითხულობდა ხანდახან ქალბატონი ვერიკო სერგო ზაქარიაძე, ბატონი გურამი, ქალბატონი ზინა კვერენჩხაძე, არ ვიცი ვიღაცა აუცილებლად გამოგვიჩება ნურმანჯინორია, ხო, ელდინოს აღარაძე, აი რამდენიმე ადამიანი. როგორ განიცდის და აღიქვამს თავად პოეტები, როდესაც მის ლექსს მსახიობი კითხულობს და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჟანრის გაგრძელებას და პოპულარიზაციას, ისე პოეზიის პოპულარიზაციისათვის. მე მეკითხები, ხომ იცით რა, მე პირადად მირჩევნია რომ ლექსი წაიკითხოს პოეტმა. იმიტომ რომ არავითარ ავტორმა არავითარ შემთხვევაში არ გეწინააღმდეგებით, პირიქით ძალიან კარგია რომ მსახიობები კითხულობენ, იმიტომ რომ ისინი უფრო ემოციურად კითხულობენ. ხალხის მეტი ნაწილი მათ წაკითხულს უფრო კარგად აღიქვამს, იმიტომ რომ იქ მეტია ემოცია, მეტია ეფექტურობა, მეტია, ხო, მაგრამ ავტორმა ყველაზე კარგად იცის სად რა მახვილი დასვას, როგორც მისი დაწერილი, აი გალაქტიონი რომ კითხულობს მთაწმინდის მთვარეს, ალბათ მოგისმენიათ. ვერავინ ვერ წაიკითხა. ხო თითქოს ახლა გალაქტიონი კარგად დიდი დეკლამატორი არ იყო და კარგად არ კითხულობდა, მაგრამ ასეთი ემოცია იშვიათი ერთხელ ვისხედით ტაქსში, მანქანაში. მე ჩემი შვილი და მძღოლი თავისთავად და უცებ ჩართული აქვს რადიო და გალაქტიონი კითხულობს ამ ლექსს. ახლა დიდად ლიტერატურის მოყვარული არ იქნებოდა ის მძღოლი საცალია ამისთვის, მაგრამ ვაიმე როგორ მიყვარს მეთქი ეს ლექსი გალაქტიონი რომ კითხულობს და ამ კაცმა მიუგდა, ახალგაზრდა კაცი იყო და მიუგდო ყური. და რომ ყველანი სულგანაბულები ვისხედა რომ გათავდა, რა ლექსი ყოფილაო. აი ასე მე მიმაჩნია, იცით რომ არიან ადამიანები, რომლებსაც არც ძალიან წასაკითხათ, არ აქვს ამის ტრადიცია, თქვათ მშობლებმა ოჯახში არ ასწავლეს რომ წიგნი უნდა იკითხო, მაგრამ ამ ლექსებს თქვათ იგი მოთხრობებსაც რაც მეც წავკითხავ და მოასმენინებ, შეიძლება მასში კარგი მკითხველი გააჩინო, აი გაჩნდეს პირდაპირ მკითხველი, მსმენელი და შეუყვარდეს ეს პოეზია და მე არ ვიცი, შეიძლება ეს ბანალობაა და ამას სულ ამბობენ რომ აი ხელოვნება და მშვენიერება აკეთილშობილებს სულს და კი, ნამდვილად ეგრეა. ნამდვილად მე მგონია რომ კაცი რომელსაც უყვარს პოეზია, ის კაც ვერ მოკლავს.
შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე მგონია. ესე უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსახიობის მიერ წაკითხულ ლექსსაც და რატომ? ამასინათ ვიყავი ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში და ხედავ ყველაზე მეტად ბავშვები კითხულობენ შოთა ნიშნიანიძეს. შოთა ნიშნიანიძე უსაყვარლესი პოეტია, მაგრამ დიახ, სწორედ იმ ლექსებს და ისეთი ინტონაციით კითხულობდა, როგორც კითხულობს დიახ, როგორც ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსახიობის კარგად წაკითხული ლექსი. მეც ქალბატონიას იმაში ვეთანხმები, რომ თვითონ მე პირადად გაცილებით მიყვარს, როცა პოეტი კითხულობს ლექსს და მე მაქვს ოქროს ფონდი, ვინახავ ყველაფერს, რაც კი ჩვენს გარშემო ხდება და გამოსვლებს, მწერლების, მაქვს ძველი ჩანაწერები ოჯახ-ოჯახ დავიარე და შევინახე და აი გრიშაშვილი კითხულობს ლექსს. ღმერთო ჩემო რა საოცრება, როგორ მღერის ეს კაცი ამ ჩანაწერებში. მე მაქვს გალაქტიონის ლექსი 27 წელში ჩაწერილი. ეს ლექსი არ არის პოპულარული და რითია ისეთ მნიშვნელოვანი თვითონ პოეტის მიერ წაკითხული. ეს რომ მსახიობს ეკითხა, იქ არის ცოტა ყალბი პათეტიკაც, იმიტომ რომ კაც 27 წელია გადაუსახლეს უსაყვარლესი ქალი, არადა უნდა წაიკითხოს ისეთი შეკრება, აი უსმენენ, მასაც მიაყოლებენ და კითხულობს თითქოს ბედნიერ საქართველოზე. და სახეს როცა უყურებს დარბას არის მოღიმარი. როცა დაიხედავს დარბას სახე ტრაგიკულია. აი თქვენ თეატრზე საუბრობთ. ეს არის საოცარი სპექტაკლი. ტრაგიკული ადამიანის, რომელსაც ევალება რომ მოგაჩვენოს თავი ბედნიერად, მისი ლექსი ჟღერს ბედნიერად, მაგრამ საკმარისი ერთ წამში დახაროს თვალი, რომ ხვდები რომ ეს არის ყველაზე ტრაგიკული კაცი საუკუნის. ჩვენ აუცილებლად საჩუქრად გამოგიგზავნით ორივე სტუმარს. რადიო იმედმა ისეთი კარგი საქმე გააკეთა, უფროსი საუბრების მსახიობებს თავიდან ბოლომდე ჩავაწერინეთ ვეფხის ტყაოსანი და ქალბატონი მედია ჩახავათი და სოფიკო ჭეორელი დაწყებული გურამ საღარაძე ყველა კითხულობს და ნამდვილად ისეთი საჩუქარია, რომ ვეფხის ტყაოსანს ესეთ გენიალური არტისტები კითხულობენ. დიდი მადლობა, წყინვარი საჩუქარია. მე მინდა ასევე ვისაუბროთ იმ სტუმრებზე, ვინც ეწევა ამ ფესტივალზე საქართველოში, ვინც გვეწევა არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა ქალაქებში. ვინ არიან ის განსაკუთრებული სტუმრები, ვისაც თქვენც იცნობთ, თქვენ მითხარით, რომ ამ წლების განმავლობაში მეგობრები შეიძინეთ, ხო, ამ ფესტივალის დახმარებით? დიახ, მე რამდენადაც ვიცი ჩვენი არა მარტო უცხოეთში მცხოვრები გამორჩეული ხელოვანები, აქ მარტო მწერლები არ არიან ჩამოსული არიან მუსიკოსები, ჩამოსული არიან რეჟისორები, მაგალითად ამერიკიდან მანანამენაბის კონცერტი იქნება და მომღერლები არიან ჩამოსული. კონცერტი არის დაგეგმილი ბათუმში, დაწუნებული რომ ბევრი მსურველი იქნება, ვინც პიაცაზე დაესწრება ამ კონცერტს. ერთხელ იყო მაკარევიჩის კონცერტი გრიბედოვის თეატრში და მე მგონი ბევრმა ვერ მოახერხა წასვლა და ახლა აქვს შანსი. ვახით კენჯეევი მაგალითად კანადიდან ჩამოსული არის ჩვენი თანამედროვეების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პოეტად ითვლება. დიახ, ძალიან თვლია რომ დღეს ასეთი საინტერესო სახელი, ასე რომ უამრავი ვინმე არის, რომელიც მნიშვნელოვანია და დიახ. მონაწილეთა სია, რომელიც 58 გვაქვს აქ ჩამოთვლილი. თავ არასრულია ჩვენ როგორც ვიცით, უბრალოდ ეხა ამის ჩამოთვლა საკმაოდ. ავსტრია, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი, უნგრეთი, დანია, ისრაელი, გერმანია, ბულგარეთი არის დიახ. ნუ მოკლედ იტალია 70-თან და ქვეყანა როგორც კი. არა, რა მინდოდა პიაცა ახსენეთ თქვენ ტელევიზიაში და სხვაგანაც ამბობენ პიაცას მოედანი და ეგება მოახერხოთ რამენაირად რომ არ თქვან ეს ერთი და იგივე სიტყვა ვინც არის იტალიურად მოედანი მოდავრეკეთ რა მოგწონთო და მოდნის მოედანი გაგიგიათ მეთქი არა ნამდვილად არასწორია ასე რომ აი როცა ვამბობდით რომ ეს არის ხელოვნება და არა მხოლოდ თქვით ხო მე ვიცი მე ვუწორებ ხოლმე ამ სიტყვას იმიტომ რომ არ არის სწორი აქაც სხვა შეცდომით წერია და გავუსწორებ ორგანიზატორებზეც რო ვთქვათ ორი სიტყვით ქალბატონმა ყველა ვინ არიან ის ადამიანები რომლებიც აი ამ ხელა საქმეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმოიდგინეთ ამის ორგანიზება სასტუმროში გათავსება გადაადგილება თან წარმოიდგინეთ ბატონიკა ყოველ წელს უკეთესი და უკეთესი ხდება ეს იგი პირველად რო ჩატარდა ფიქრობდი რომ აი ამაზე უკეთესი რა შეიძლება გაკეთდეს მომავალში მაგრამ მე მინდა ბატონ ნიკოლაი სვენტეცკის სანაკებოდ თქვა და საკებრად რომ ყოველი წელი ერთმანეთზე უკეთესია თითო
იქ აი ხვალის ხოლმე რაღაცა მოხდება, რომ რაღაც ჩაიშალა, რაღაც არ გამოვიდა ისე, რაღაცა დააკლდა. კარგი კი იყო, მაგრამ რაღაც აკლდა ორი. აი ეს ფესტივალი არის სწორედ იმით გამორჩეული, რომ თავიდან ბოლომდე ყოველი წამი, აი უბრალოდ მივაქციოთ ყურადღება. მაგალითად 14-ში იყო ნოდარ დუმბაძის დაბადების დღე და გარდა იმისა, რომ დილა დაიწყო თალწმინდით და ნოდარ დუმბაძის საფლავთან ყვავილების მიტანი, მთელი დღის განმავლობაში მეტროში ისმოდა ნოდარ დუმბაძის ლექსები. და ყველა ვინც ქალაქში გადაადგილდებოდა, ისმენდა ნოდარის ამ საოცარ საბავშვო ლექსებს, რაზეც ჩვენ გავიზარდეთ, ნოდარის სიკეთე და იუმორი ამ ლექსებშიც ჩანს. ერთი ლექსია, როცა ორი ძმა ერთმანეთს ეტრაბახება, რომ მეო ბორჯომში მიდიო, შენ თუ ბორჯომში მიდიხარ, მე წავალ ლიმონადში და მახსოვს ერთი რომელი ერთი ვალი ჩემოვალი და ჩემოვალი როგორ მახსოვს ის წიგნი თვალწინ მიდგას ეს თავის სამწალად ქალბატონის ინტონაციას კი მახსოვს რომ კითხულობთ ამას და მე საბავშვობას და აი ამ თითქოს და ეხლა დავიწყებულ ლექსებს ყოველთვის უფროს თაობისთვის თითქოს ხელმეორედ იბადებოდა მეტროში ჩასული ადამიანებისათვის ეს ლექსები და მთელი დღის მანძილზე მეორდებოდა ნოდარ დუმბაძის პოეზია. ესე იგი პროგრამა არის საკმაოდ თამბეჭდავი, მაგალითად 19 ივლისს პარასკევს არის გამგზავრება ბაღდადში. ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმს მოინახულებს ყველა მსურველი. ამით არის საინტერესო ეს ფესტივალი, რომ ყველას ვისაც საშუალება აქვს, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია შეუერთდეს, ხო? ყველას ღია კარია შეიძლება ასე ითქვას, აქ არ არის რომ აი შენ მოხდი და შენ არა სტუმრები და მასპინძლები განსაზღვრულია, მაგრამ დანარჩენი აბსოლუტურად ყველა ადამიანს შეუძლია იყოს მოვიდეს და მიიღოს ამ დღესასწაულში. აი 18 ივლისს შაბათს შეგიძლიათ ფოთში, ხელვაჩაურში, ქედაში, ქობულეთში, შუახევში და მარტვილში, უბრალოდ საათი სხვადასხვა 15-დან 21 საათამდე, მაგრამ ალბათ გაიგებთ თქვენ ქალაქში რომელ საათზე რა ხდება და აუცილებლად ეწვეთ, იმიტომ რომ აი ისევ თეატრიდან გამომდინარე მოგახსენებთ, რომ სამწუხაროდ აი ხა რაღაც რამდენი თეატრონეც მოგვიწია რეგიონალურ თეატრებში ჩასვლა ქალბატონი მოყოლა და თეატრი არის ერთადერთი დაწესებულება სახელოვნება, რომელიც ჯერ კიდევ ფუნქციონირებს და სადღაცა რეგიონში ადამიანს შეუძლია მისვლა და აი სულიერებაზე, რომელზეც ჩვენ წელს საუბრობდით, სულიერებს მიღება. პოეზია რასაკვირველია, ისე ამაღლებს მათ, რომ ამ შანსის ხელიდან გარშევა მეგონი არ შეიძლება. აი ამ წიგნთან დაკავშირებით ქალბატონმა წიგნი მოიტანა და ორი სიტყვით. ძალიან საინტერესო წიგნი. ცოტა უცნაური წიგნი არის, ორი პოეტი ქალის ცხოვრება ორ ენაზე. ეს არის ჩემი და ელენა ივანოვა-ვერხოვსკაიას ერთობლივი წიგნი. ერთ მხარეს არის ელენა ივანოვა-ვერხოვსკაია და ელენეს ლექსები არის რუსულად და ჩემი თარგმანები არის ბილინგური თარგმანები ქართულად, ხოლო თუ წიგნს მეორე მხარეს გადმოვატრიალებთ, არის მაყვალა გონაშვილი, არის ჩემი ლექსები ქართულად და ელენეს თარგმანები რუსულად. და როცა ქალბატონი ელენა იყო ჩამოსული და მან წაიკითხა ჩემი თარგმანები, ძალიან თბილად და ისე მიიღეს და მე ვუყურებ, მე უფრო მეტი დამიკრესო ტაშიო და ესე იგი მე უკეთესად თარგმნეო. მე ვუთხარი, არა მეთქი, მე უკეთესი პოეტი ვარ და იმითად. და თქვა ეს იუმორი არის, შვედიერი პოეტი ქალბატონია და უკეთესიც არის, მაგრამ ერთმანეთს ასე შევეხუბრეთ, რომ ვეჭობდით რა ჯობდა თარგმანი თუ ორიგინალი რამ მოხიბლა მსმენელი დიახ. და საერთოდ ხომ მოგეხსენებათ ლექსით უფრო ადვილად იგებ ადამიანის ბიოგრაფიას, მის სულიერებას, მის ტკივილებს და ფასეულობებსაც და ძალიან საინტერესო, ჩვენ ძალიან გავსხვავდებით ერთმანეთისგან თემატიკითაც, რაღაც ცხოვრების აღთქმითაც, სულ სხვადასხვა ორი ქალი ვართ, ამიტომ ქვია საუბარი, რომ მაშინ უფრო საინტერესოა საუბარი, როცა ორი ქალი ერთმანეთს ესაუბრება, მაგრამ სწორედ იმიტომ რომ ძალიან გავსხვავდებით, მე მგონი საინტერესო წიგნი მიიღო მკითხველმა და ორშაბათს იყო ამ წიგნის პრეზენტაცია მწერალთა კავშირში, იყვნენ სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან და მნიშვნელოვანი იმით იყო ეს შეხვედრა, რომ საქართველოდან მას ესწრებოდა 30-ზე მეტი ახალგაზრდა მწერალი. ის მწერლები, რომლებსაც სულ ახალ ჩაუტარდათ მასტერკლასები თარგმნობით ხელოვნებაში და მათთვის ეს დღე იყო უკვე პრაქტიკის გავლა, შეიძლება ასე ითქვას და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ ახალგაზრდები უსმენდნენ ამ პოეზიას და ამ თარგმანებს. საჩუქრად დარიგდა წიგნები ქართველი მწერლებისა რუსულად, სოფლიოს სხვა ენაზე თარგმნილი და აი ასეთი წიგნია, რომელიც მე მოგვიკითხავთ, რომელი ერთ ლექს წაგიკითხავთ უფრო შევარჩევ პატარა ლექსს ძალიან. სხვანაირი ფორმატის არის დღეს ჩვენი გადაცემა მომწონს. მე მგონი მსმენელსაც ეს ამოვნება, იმიტომ რომ ლექსი პირდაპირ ეთერში დიდი ხანია არ ყოფილა რადიო იმედის ეთერში. აბა ნახოთ. შემოდგომა.
ეს ქალბატონი ელენას ლექსია. შემდეგ უკუნი, წვდიადია და შეყვარება. კედლიდან ექო იშვიათი გამოძახილი. დაჟანგულ ველზე ჩამომხმარი დგანან ხეები და ზეცის გაღმა მისრიალებს დროის მარხილი. ამის შემყურე შემოდგომა დედაკაცივით დგას პირჯვარს იწერს ხარცუნამავს სრემლი ბებრული. იქნებ შეეძლო რაღაც მაინც გადაერჩინა რომ არ ეს მხარე ყველასაგან მივიწყებული. ქვეყნიერება რომ არ ასე ხატაკი კუშტი, რომ არა ესხე გამხმარი და შიშველი ტოტით, რომ არა ქალის მძიმე ხვედრი, რომ არა ცრემლი, რომ არა ველი ცარიელი და ჰორიზონტი. ესეთი მისი ბოლო ლექსი, რომელსაც ქვია ბოლო შემოდგომა. და აი მე ამას საჩუქრად დავტოვებ თქვენთან. დიდი მადლობა. საინტერესო. ქაბოდლია, აი თქვენც ორი სიტყვით რომ გწანოთ პოეზიის თარგმნის მნიშვნელობაზე და აი რა აზრის ბრძანდებით თუ ფიქრობთ კი არა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენი დიდი პოეტები ძალიან ნაკლებად იციან იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ ითარგმნებოდა და შემდეგ თქვენც ერთი ლექსი რო არ წაგეკითხოთ, ისე ვერ გთხოვთ, ვერ გაგიშევთ აქედან. იცით რა, თარგმანი ძალიან რთული რამ არის და სულ თითოეულა ამ თარგმნელი, აი მართლა ძალიან კარგი და საინტერესო. ახლა კი ბატონო მაყვალამაც თარგმნა, მეც მთარგმნეს, მაგრამ ვერ ვიტყოდი რომ ეს სრულ არა, მაყვალაზე ვერაფერს ვერ ვიტყოდი. არა, სწორია, მაგრამ თარგმნობა ცალკე ხელოვნებაა. მაგრამ აი თქვა, მე მთარგმნი და რუსულად ძალიან კარგი პოეტი იუნა მორიცი და მართლა კარგი იყო. ალბათ უნდა თარგმნოს, აი სწორია ეს ლექსი მომეწონა და ხა ის ქალი როგორი პოეტია რუსი არ ვიცი, მაგრამ თარგმანი კარგია. მაგრამ აი გალაქტიონს ვერ თარგმნიან. აი მაიკოვსკიც უთარგმნელი მეგონა, მაგრამ გამოვიდა თარგმანი. ძალიან რთულია, აი სულ ერთეულები არიან და უსათუოდ მთარგმნელი უნდა იყოს პოეტი, პოეზიის მთარგმნელი. ზოგს ეშლება და გონიათ რომ არსებობს თავისუფალი ლექსი ვერლიბრი, რომელიც რა მოხდა, რა უნდა იმის თარგმნას, არის ჩვეულებრივი რითმა არ უნდა ისა ვერ თარგმნიან, არ არის ეგრე პოეტი თუ არ ხარ ვერ თარგმნი. აი მე მაგალითად რუსულად შემიძლია წყარეთის გაკეთება მშვენივრად, მაგრამ ლექს ვერ მივცემ თავს უფლებას, რომ ჩემი ლექსი ვთარგმნო ლექსად. ვერავითარ შემთხვევაში, თუმცა კი გამოვედი კიდეც გუშინ და ხა ქართულისნაირად არა, მაგრამ დაახლოებით ისევე ვიცი რუსული მოხდა ასე. მაგრამ ლექს ვერ დავწერ. ქართულად მთელი ცხოვრება წერ, მერე რაღაცა სხვანაირად იწყებ წერას, მერე კიდე სხვაგვარად მთელი ცხოვრება კითხულობ სულხან-საბას ლექსიკონებს, ლექსიკას იმძაფრებ, იმჯობესებ და ამიტომ ძალიან რთულია თარგმნა. მე მაგალითად არ მიყვარს თარგმნა. აი ბელა ახმადულინა, რომელიც იყო ძალიან კარგი პოეტი. ბელასთვის მკითხა კიდეც ერთხელ, რატო არ მაძლევდი ლექსებს ათარგმნელად? მე რაღაცეები მოვიგონა, მაგრამ არ ვაძლევდი, იმიტომ რომ იყო ძალიან კარგი პოეტი, მაგრამ თარგმნიდა ლექსს ზედმეტად თავისუფლად. ისე რომ შენ აღარ იყავის, ის იყო ბელა. აი იუნა, რომელიც არის ძალიან კარგი პოეტი, თარგმნიდა კიდეც ძალიან კარგად. და ჩემთვის თარგმანი, იცით რაღაც, აი დამოკიდებული რო ვიყო, ვიღაც მე არ მომწონს, არ ვიცი, არ ვარ მართალი, რა თქმა უნდა, როგორც ჩანს, თარგმნელი არ ვარ, მაგრამ ძალიან დიდ პატივს ვცემ კარგ თარგმნელს. ყოველს თავისი დამოკიდებული აქვს. აი სხვადასხვა რა იყო, ისიც საინტერესო, გასულ წელს ჩვენ მქონდა ლექსებს კითხულობდით ზღვის ნაპირას, სწორედ ამ ფესტივალის ფარგლებში და უცებ მე ვთქვი, მოდი, ჩავატაროთ ასეთი ექსპერიმენტი. მე მაქვს ჩემი ერთი ლექსის იქ ყოფი სტუმრებს 5 სხვადასხვა პოეტს ჰქონდა თარგმნილი და მოვისმინოთ არის თუ არა ერთიგივე ლექსი და ისიც საინტერესო მე წავიკითხე ქართულად ამ 5-მა მთარგმნელმა, ეს იყო ქალბატონი ელენე, ეს იყო ჩვენი ქართველი მთარგმნელი რო არის ქემურია, ეს იყო ეს ძალიან კარგი პოეტი ქალბატონი ალესია ნიკოლაევა, იცნობ თქვენ ალესია, ანუ 5 სხვადასხვა თარგმანი იყო და აღმოჩნდა რომ აი რომ დაგედოთ ეს 5 ლექსი შემაგებიქად, ამიტომა თარგმანი მაინც ცოტა ტყუილს გავს, რომ 5 სხვადასხვა ლექსი იყო, არათუ სხვადასხვა ლექსი, უცნაურია თითქოს ევალება თარგმნელს აბსოლუტურად ერთგულება ხო, მაგრამ აი თვითონ რაღაც თემაც კი თითქოს აი მაგალითად მე მქონდა რომ დამიწა როგორც დაღლილი კაცი, ჩემგან ითხოვდა შველას და ალეს, მაგრამ რუსმა რადგან ზემლია ის იყო მიწაო ჩემი დედაო თხოვდაო მოფერებას, ვერც ასე ქონდა თარგმნილი. აი რა ხო თითქმის სხვა, იმიტომ რომ აქ მიწა ჩემი სატრფო იყო, რომელიც მარადიულად
გელოდება რომ მასთან მიხვიდე მარადივი მულოდინშია და ლექსმა უკვე დაკარგა მთავარი მნიშვნელობა თარგმანში მithmes რომ ყველაზე კაი თარგმანის მიიღო თარგმნილი იმათ შორის ყველაზე ძლიერი იყო ქალბატონი ალესია ნიკოლაევი მაგრამ იმას ყველაზე ნაკლებად ჰქონდა რომ კარგი პოეტია ხო ამას აქვს მნიშვნელობა მოკლედ ჩვენს მსმენელს შევახსენოთ რომ მე-6 საერთაშორისო რუსულ-ქართული პოეტური ფესტივალი სრული ხმით 22 ივლისამდე გრძელდება ასე რომ თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ დრო რომ მიიღოთ მონაწილეობა და მართლაც დატყვეთ მთელი საქართველოს ფარგლებით იმართება ეს ფესტივალი გემშვიდობებით ქალბატონი ლეას ლექსით კარგად ბრძანდებოდი რომ სხვა სამშობლო არ გამაჩნია რომ ეს თოვლია ჩემი სამშობლო შემიშვი თოვლის სამშობლოში გემუდარები სადაც მზე არის ლურჯი თოში ვერცხლის ზარები სადაც შენახარ ღვთის ზამთარი და არა ლოთი უსასრულობას რომ ამთავრებ თვალების ძროთი ალბათ ამასაც გაყიდიან რომ მისცენება ბავშვსაც ზეცაში რომ კიდია მიმოზის თმებით ეს პალტო ოფლით გაზინთული თმა ქერტლიანი გინდათ გიჟის და ღვთის სინთეზი მრავალწლიანი რა თავში იხლით მეტაფორას განსაკუთრებით გინახავთ სისხლი გადახრილი ფანჯრის კუთხიდან ამ კუთხეს კიდევ იდაყვებით რომ მივახმარო სევდის კიდეზე გაშენდება ჩემი სამყარო შენ შემიყვანე მის სიღრმეში ქარების მხრიდან და ცოტა მან შემიყვარე იმ შენი ციდან ავანსცენა მიკა წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად რადიო იმედზე